ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძემ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა და სახალხო მოძრაობა ქართულ აფხაზური საგას ხელმძღვანელს ნათელა დუმბაძეს მოძრაობის წარმომადგენლებსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნათელა დუმბაძემ ისაუბრა ქართულ აფხაზური საგას საქმიანობის შესახებ, ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. შედგა ძალიან საინტერესო საუბარი, სამომავლო ძალიან დიდი პერსპექტივების გათვალისწინებით, რამე თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხზე თუ კი სარდმე ვინმე უნდა ილაპარაკოს საქართველოში, უპირველესად ეს აჭარაში უნდა მოხდეს, რადგანაც აფხაზ მუჰაჯირთა პირველი შთამომავლობა უკვე საუკუნე ნახევარზე მეტი აჭარაში სახლობს და აქ დაახლოებით ცხოვრობს 2000 ქართულ-აფხაზური ოჯახი. ყველას გავს აფხაზეთში ნათესავი მოყვარე, ამ ადამიანებთან ურთიერთობა, ღონისძიებების ჩატარება, ქართულ-აფხაზური ოჯახების ტრადიციების აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და დღეს ბატონი რუსლანის სტუმრობა ჩვენთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ საინტერესო საკითხებზე შევთანხმდით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ძირითადი აქცენტები ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებსა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა. შევხვდით ქართულ-აფხაზური საგის წარმომადგენლებს, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების გაერთიანებას. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო აჭარაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემებთან დაკავშირებით. იმისათვის რომ სახალხო დიპლომატიური გზით ჩვენ მივაღწიოთ კონსენსუსს, ასე ვთქვათ, აფხაზებთან, აფხაზების და ქართველების შერიგების წინაპირობად იქცეს დღევანდელი შეხვედრა, იმიტომ რომ ბევრი ღონისძიებები ტარდება, ჩვენ მივესალმებით რომ აფხაზეთის თავმჯდომარეც გვეხმარება ამ საკითხების მოგვარებაში. დაისახა გეგმების სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ქართულ-აფხაზური საგა სახალხო დიპლომატიის კუთხით 10 წელიწადზე მეტია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რაც ამ ორგანიზაციამ განახორციელა, არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის ნომერ მე-14 საჯარო სკოლებში აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.